ევროპის ქვეყნების შემდეგ წითელ შემთხვევების მატება საქართველოშიც ფიქსირდება. ვითარებას ეპიდემიოლოგები საგანგაშოდ მიიჩნევენ. ინფექციის ლოკალური აფეთქებების მთავარ მიზეზად COVID-19-ის გამო გამოტოვებული აცრების ახალდება. ბოლო მონაცემების მიხედვით დაავადება ძირითადად ბავშვები ვრცელდება, თუმცა მაჩვენებელმა ბოლო პერიოდში ასევე მოიმატა ზრდასრულებს შორისაც. წითელსა და სხვა ინფექციების საწინააღმდეგო გეგმიური აცრების სტატისტიკა ბოლო წლებში მკვეთრად არის შემცირებული, რის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სხვადასხვა დაავადების ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობს. იმუნიზაციის ევროპული კვირეულის მონაწილეთა მთავარი რეკომენდაცია და მოწოდება აცრების კალენდრის შესრულება. წითელა, ყივანახელა და დიფტერია. ეს იმ საშიში ინფექციების ნაწილია, რომელთა აფეთქებების მზარდ შემთხვევებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობს. მიზეზი კალენდარულ აცრებზე მსოფლიოს მასშტაბით შემცირებული მიმართვიანობა, რომელიც სპეციალისტების განმარტებით პანდემიის დროს დაიწყო და დღემდე ინერციით გრძელდება. ამას ემატება ანტივაქსერული პროპაგანდა, რომელმაც გავლენა COVID-19-ის აცრის შემდგომ სხვა ტიპის აცრებზეც მოახდინა. ჯანმოს ინფორმაციით ყოველწლიურად 9 მილიონზე მეტი ბავშვი აცდენს რუტინულ იმუნიზაციას. რამაც შედეგები უკვე გამოიღო. მაგალითად 2024 წელს ევროპის რეგიონში წითელას შემთხვევებმა 127,000 გადააჭარბა, რაც ბოლო 27 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყივანახელის შემთხვევებმა 2023 წელს 87,000 მიაღწია, რაც ბოლო 29 წლის რეკორდია. ყველაზე ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების თავიდან არიდება სწორედ იმუნიზაციის გზით არის შესაძლებელი, თუმცა დაბალი მიმართვიანობის გამო მოსახლეობაში იმუნური ფენა ვერ წარმოიქმნება, რაც მის სწრაფ და მზარდ გავრცელებას უწყობს ხელს. ამ მსოფლიო ტენდენციიდან გამონაკლისი არც საქართველოა. წინა წლებში ან წინა თაობების განმავლობაში რახან ეს ძალიან გამოცდილი და დიდი ხნის ვაქცინები არის, არ ყოფილა ბევრი შეკითხვა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, როდესაც ეს დეზინფორმაცია მიმდინარეობდა, მშობლებს უჩნდებათ ახლა შეკითხვები რუტინულ ვაქცინებთან დაკავშირებით. რაც კარგია, რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკურია, როდესაც მშობელს მეტი აინტერესებს ვაქცინების უსაფრთხოების ეფექტურობის შესახებ და ჩვენ როგორც კი ვიგრძენით, რომ რუტინული ვაქცინების მოცვა მცირდებოდა, მაშინ დავიწყეთ საინფორმაციო კამპანიები. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი, რომელიც 0-დან 14 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი, მთელი რიგი დაავადებებისა თუ ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაციას გულისხმობს. მათ შორის წითელა, წითურა, ყბაყურა, B ჰეპატიტი, ყივანახელა, დიფტერია, ტეტანუსი, პაპილომავირუსი და სხვა. კალენდარში მკაცრადაა განსაზღვრული ის ინტერვალები, რომლებიც აცრებს შორის უნდა იყოს დაცული. როგორც ინფექციონისტი ოთარ ჩოკოშვილი განმარტავს, ვადაგადაცილების ან აუცხრელობის შემთხვევაში, როგორც ბავშვის, ისე ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში, აცრას ინფექციის წინააღმდეგ დაცვის უნარი მაინც აქვს. კალენდარული, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი მოთხოვნა, მაგრამ სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ადამიანი კალენდარულ პერიოდში ვერ მოასწრო, და ადამიანის გაცივებული, თქვათ, აღენიშნება, ცხელება, ან ასე ბავშვი თუნდაც და ამ შემთხვევაში ხდება გარკვეული გადავადება. მაგრამ შემდგომ მაინც უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია. მიუხედავად იმისა, რომ თქვათ, თუნდაც 1 წელზეა რეკომენდებული ვაქცინაცია და ამას საკამდე რაღაცა ავადობის ან რამე თანხლებით დაავადების გამო ვერ მოხდა ვაქცინის დროული ჩატარება და გადავადება, აუცილებელია გადავადების შემთხვევაში მაინც გადავადებულზე მაინც ჩატარდეს ვაქცინაცია. რაც შეეხება ზრდასრულ ადამიანებს, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ყველამ ჩაიტაროს, ვისაც არ აქვს შესაბამისი ვაქცინაცია, ან დაავადება არ აქვს არატანილი, დროულად მოხდეს მათი ვაქცინაცია. აცერი და დაიცავი, ამ სლოგანით საქართველო ევროპის იმუნიზაციის კვირეულს უერთდება. კვირეული 27 აპრილს დაიწყო და 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ქვეყანაში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომელიც მოსახლეობას უზრუნველყოფს ჯანმოს პრეკვალიფიციური ვაქცინებით. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებმაც ერთი მხრივ მოსახლეობაში ვაქცინაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი, ხოლო მეორე მხრივ ხელი შეუშალოს ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ყოველდღიურად არის იგივე შეხვედრები ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან, იგივე ბუკლეტების დარიგება, იგივე სხვა სამუშაო შეხვედრები და ასე ვთქვათ საჯარო განხილვები. ეს არის როგორც ასე ვთქვათ მთლიანად საზოგადოების, ასევე ცალკეული ინდივიდის პასუხისმგებლობასაც ვიტყვი, რომ იყოს აცრელი და დაიცვას შესაბამისად მის ირგვლივ მყოფი ადამიანები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით პროფილაქტიკურ აცრებზე ასეთი დაბალი მოთხოვნა მსოფლიოში 2009 წლის შემდეგ არ ყოფილა. კორონავირუსის გამო გეგმიური აცრების გარეშე 23 მილიონი ბავშვი დარჩა. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მოთხოვნა საქართველოში 10-დან 30%-მდე შემცირდა. ამიტომ სპეციალისტები მშობლებს მოუწოდებენ ვაქცინაციის კალენდარი ზედმიწევნით დაიცვან. აცრის გამოტოვების შემთხვევაში კი ვაქცინა რაც შეიძლება დროულად გაიკეთონ.